ყველაფერი დაიწყო ძალიან ჩვეულებრივად. ასე. ან სულაც ასე. თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. თავარია რომ ერთ ჩვეულებრივ და ალბათ ნიჭიერ ახალგაზრდა ქალს ერთ მშვენიერ დღეს უწოდეს პოპულარული სიტყვა ვარსკვლავი. ხო, და აქედან დაიწყო და დაიწყო. ახალგაზრდა ვარსკვლავის ცხოვრებით დაინტერესდა ყველა. განსაკუთრებით დაინტერესდნენ გარკვეული პროფესიის ადამიანები, ჟურნალისტები. ეს ისე, სხვათა შორის, მიუყვეთ მოვლენებს. ერთ ჩვეულებრივ დღეს ჩვენს ახლად გავარსკვლავებულ ქალბატონს ესტუმრა ძალიან პრესტიჟული გაზეთის ძალიან პატივსაცემი თანამშრომელი. სტუმარი თბილად მიიღეს და საუბარიც გულახდილი გამოდგა. ახლად გავარსკვლავებულმა ქალმა ჟურნალისტს თავისი ვარსკვლავური ცხოვრების ბევრი მნიშვნელოვანი ნიუანსი გააცნო. ისაუბრა თავისი წარსულის, აწმყოსა და რა თქმა უნდა, სამომავლო გეგმების შესახებ. განსაკუთრებით დიდი დრო დაეთმო საუბარს იმ ადამიანზე, რომელმაც ჩვენი ახლად გამომცხვარი ვარსკვლავის ნიჭს ფართო გზა გაუხსნა, ანუ პროდიუსერზე. ხო, სხვათა შორის ეს პროდიუსერი და ახალგაზრდა ვარსკვლავი დროის უმეტეს ნაწილს ერთად ატარებდნენ. და ალბათ სწორედ ამიტომაც ლაყბობის მოყვარულთ ჭორაობის პატარა საბაბი ჰქონდათ. არადა ჩვენს გმირს უკვე ჰყავდა შერჩეული ცხოვრების მეგზური. მართალია ცოტათი ეჭვიანი, მაგრამ ეს არაფერი. და საერთოდ ახლად გავარსკვლავებული ქალბატონი, ასე ვთქვათ, პატიოსნებით გამორჩეული ოჯახიდან იყო და ვარსკვლავის დედაც ძალიან ამაყობდა ამით. ეს ისე, სხვათა შორის. დავუბრუნდეთ ინტერვიუს. პრესტიჟული გაზეთის პრესტიჟულმა ჟურნალისტმა გაარკვია ყველაფერი ის, რაც აინტერესებდა და ძალიან კმაყოფილი გამოიმშვიდობა ვარსკვლავის ოჯახს. შემდეგ პრესტიჟული გაზეთის პრესტიჟულმა ჟურნალისტმა მუყაითად იშრომა. აბა რა, მას ხომ იმაში უხდიდნენ ფულს, რომ სკანდალი გამოეცხო. უკაცრავად, ხო, სკანდალი გამოეცხო. ხო და მანაც იმდეჯერ და ისე მოხერხებულად ახსენა პროდიუსერისა და ვარსკვლავის ურთიერთობა, თლად ლაყბობის მოყვარულთ რომ გაუხარდებოდათ. და აი, აქ იწყება ყველაზე საინტერესო. პრესტიჟული გაზეთისა თუ ჟურნალის გამოსვლის შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა. შემდეგ ასეთი სახე მიიღო. შემდეგ ასე გაგრძელდა. და ბოლოს აი ასე დასრულდა. ჭორების მოყვარულებმა გაიხარეს. ჩვენმა გმირმა კი დიდი მცდელობის მიუხედავად ვერავის დარწმუნება ვერ შეძლო იმაში, რომ ეს მხოლოდ ჭორი იყო. ასე რომ იძაბება სიტუაცია და ჩვენი ახლად გავარსკვლავებული ქალბატონი საკმაოდ არასასიამოვნო მდგომარეობაში აღმოჩნდა. სამწუხაროდ. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქალაქი. ჭორიკნების ქალაქი. რომლის ბინადართ ძალიან უყვარდათ ჭორაობა ყველაზე და ყველაფერზე. უიმე, გაიგე, ჩვენი მინისტრი ბეტმენის ნათესავი ყოფილა. ამ ქალაქში იმდენად ერთფეროვანი და მოსაწყენი იყო ცხოვრება, დუხჭირი რეალური ყოფა ცხოვრება. რომ მისი ბინადარნი ახალ-ახალი ამბების მოგონებით იხალისებდნენ თავს. თავები იცოცხლე კი ჰქონდათ განიერი. ფანტაზია გახსნილ ადამიანებს, განსაკუთრებით ნიჭიერ მეზღაბრეებს. გზაც ყველგან ხსნილი ჰქონდათ. ექნებოდათ აბა რა? ამ ქალაქში რეალური ამბების ნაკლებად სჯეროდათ. არ გადამრიო, მზე მართლა ანათებს? ჭორებს კი დიდი სიამოვნებით ისმენდნენ და იჯერებდნენ. უიმე, ჩემი თვალით მაქვს ნანახი. ზოგჯერ თუ თვალი ატყუებდათ, აბსოლუტურ სმენას მოიშველიებდნენ. ორივე ყური მომაჭერი თუ ასე არ იყოს. ასეთ ხსავდნენ და იგონებდნენ საინტერესო ჭორებს, სხვა საქმე არ ქონდათ და ქალაქში სადაც ცხოვრება უინტერესო და ერთფეროვანი იყო. არც ისე დაუჯერებელი სიუჟეტის დასასრული. მართალია თუ არა, რომ თქვენ გაქვთ წილი რუსეთის ერთ-ერთ ტელეკომპანიაში. ეს იყო თქვათ ის ბოლო ჭორი, რაც მე გავიგე. უთხარი რომ არა მაქვს და ძალიან გამიხარდებოდა რომ მქონდეს. ყოფილა ჭორი, რომლის გამოც აუფეთქდი ის ადამიანს ვიპოვე და დავლეწე კიდეც ჩემ მეგობრებთან ერთად. ნამდვილად ძალიან გამაღიზიანა იმ ჭორმა. არის ხოლმე რაღაც პერიოდულად ჭორები და პრინციპში როცა შენზე არ ჭორაობენ, ნიშნავს რომ შენ მოგვდი.
სანამ ჭორაობენ ნიშნავს, რომ ჯერ ცოცხალი ხარ. რაღაც უმნიშვნელო ჭორები კი იყო. აი მაგალითად უზალორთან მაგაკეთებული წყვილის ოპერაცია. ეს არ არის მართალი, არ დაიჯეროთ წვილი. ეს არის ჩემი წვილი და არა გუზალორის. ამ სერიალების დროს გავიგე ესეთი ჭორი, მალხაზი მომიტანა ქვრივიშვილმა, რომ თითქოს მე და მალხაზის გვაქვს რომანი. ესეთი ჭორი მე და მალხაზი ვარ და სანადავ მე პროექტი და მე შემიძლია თავს ვთქვა, რომ ჩვენ ვართ მეგობრები. მე და ნეკასების გვერდზე დაგვაქორწინეს, რომ თითქოს ქორწილი მქონდა და შევუღუდით. ეს იყო ჭორი. ყველა ვარიანტი ხდება ის, რომ შეიძლება რაღაც ითქვას, ხო, ცუდი იქნება თუ კარგი. ამას კიდევ უფრო პოპულარობა მოაქვს. ისეთი რაღაცა წილმანი ჭორები მაქვს, არ ვიცი, იმის გამო რომ კეთილის სურვილები მყავს და არ მეუნებიან ამ ამბავს თუ ჭორიკნებში ნაკლები ინტერესი ვიწვევ, მაგრამ აი ესეთი საინტერესო ჭორი. აი ხო შეიძლება მოიგონონ, რომ მაგალითად ჰოლივუდში ეს რა მოხდა. ან ლარი კინგი გადაირია ჩემს ან რაღაც ხო შეიძლება. არა, არანაირი მაგვარი ჭორი არ გამიგია, რაღაცა წილმანი უსუსური ჭორები, რა მაგალითად ეთერში პარიკი მიკეთია. მოამბის წაყვანისას. კიდე იყო რომ მეორე არხის დირექტორად დამიხვდეს, ეს მომეწონა ძალიან, მაგრამ ყავს ოჯახში უკვე ერთი დირექტორი და მშვენივრად დაასრულებს უჩემოთ საქმეს. კიდე რა იყო? კიდე იყო ები იყო. ხო, აი ისე მოამბე. არა, ისე მოამბე, რომ მოამბეში მამა ჩემის დაჟინებული იმითი მოხდი, რომ აი ზაზასთან შევიდე და უთხრა, რომ ჩემი შვილი თუ არა, всё, სხვა არავინ და ამ დროს ისეთი წინააღმდეგი იყო, რომ დღემდე პროტესტის ნიშნად არ უყურებს, რადგან მაგისი არხიდან გადმოვედი პირიქით. და რა ვიცი, აი რაღაცა სულსულელური ჭორები ისეთი, აი და მოვისმენდი ისეთ სასიამოვნო ჭორს, ან საინტერესოს ისეთ. რაღაცა ეთქვა ნაკლები ინტერესი ვიწევ ჭორიკნებში. წარმოგიდგენთ ქართული ჭორების ტოპ 10-ს. ბოლო დროის 10 ყველაზე რეიტინგულ ჭორს შორის მე-10 ადგილი დაისაკუთრა ოდნავ მოძველებულმა, მაგრამ მაინც აქტიურად მოთხრობადმა და მოსმენადმა ჭორმა რუსეთის პრეზიდენტის ქართული წარმომავლობის თაობაზე. საგრძნობ უმრავლესობას სჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს ჭორი სრულ ჭეშმარიტებად იქცევა. მე-9 ადგილზეა ჭორი, რომლის მიხედვითაც თურმე ქართული პოდიუმის ერთ-ერთ მშვენება ნათია მაკაცარიას ამ ზაფხულს საკმაოდ ახლობლური ურთიერთობები გაუბამს ესპანური ფეხბურთის ვარსკვლავ რაულთან. ქართული მუსიკის და არა მარტო მუსიკის მოყვარულებს თვალი დარჩენიათ ქალბატონ ნანი ბრეგვაძის კაბაზე, რომელიც მას ბოლო სოლო კონცერტზე ემოსა და რომელიც მას მაკა ასათიანმა შეუკენა. ჭორი გვაუწყებს, რომ ზემოთ ხსენებული კაბის შეკერვა $10,000 დაჯდა. მე-7 ადგილზე გასული ჭორის მთავარი ობიექტია ბატონი ასთან აბაშიძის ვაჟი გიორგი. ჭორაობენ, რომ თურმე გიორგის პარიზში ბოლოდროინდელი ვოიაჟის დროს ჩვეული კეთილშობილური ჟესტი გაუკეთებია. 500,000 გადაუხდია იმისთვის, რომ მის ნათესავ გოგოს ერთხელ გაიარა პოდიუმზე გოტიეს კოლექციის ჩვენების დროს. მე-6 ადგილზეა ჭორი რუსი შოუმენის ლეონიდ იაკუბოვიჩის რატომღაც თბილისში გადმობარგებისა და რატომღაც აქ მუშაობის დაწყების შესახებ. რეიტინგული მე-5 ადგილი ერგო სატელევიზიო ჭორს. თურმე სერიალში ძილის წინ მოხვედრა კოლოსალური თანხები ჯდება. შესაბამისად თურმე მსახიობებსაც კოლოსალურ ანაზღაურებას თავაზობენ. მე-4 ადგილზეა აქტიურად მუსირებადი ჭორი ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სამორინეების უზარმაზარი კომპლექსის მშენებლობის შესახებ. მე-3 ადგილზე მოხვდა დათო დოიაშვილი თავისი სკანდალური წამოწყებით. ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული ჭორის მიხედვით, თურმე იგი თავისი მომავალი სპექტაკლის პეტერბურგში დადგმასაც კი აპირებს. საუკეთესო ათეულის მეორე საფეხურს ამშვენებს ჭორი შოუზე ვის უნდა 20,000. უფრო სწორედ იმაზე, რომ თურმე 20,000 უკვე მოიგო ვიღაც ბედნიერმა და ამ თამაშის ჩანაწერს ახალი წლისათვის აჩვენებენა. ჭორების სამყაროში ლიდერის პოზიციაზეა უაქტუალურესი თემა ელექტროენერგია, სინათლე ჩვენს ფანჯრებში და ასე შემდეგ. მრავალრიცხოვან ჭორებს შორის ლიდერობს ცხელ-ცხელი ჭორი სკოლის გადაწყვეტილების შესახებ. გაზაფხულზე დასტოვოს საქართველო.
ყველაზე აბსურდული ამბების მოყვარულები კი ამტკიცებენ, რომ თურმე მეცხრე ენერგობლოკი საერთოდ არ არსებობს. სიუჟეტში გამოყენებული იყო ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ ჭორის დონეზე. სიუჟეტში არ იყო გამოყენებული ჭორები იმ თემებზე და იმ ადამიანებზე, რომლებზეც ჭორაობა თურმე არ არის მიზანშეწონილი ქართულ სატელევიზიო სინამდვილეში. შარშან ვიყავი ალბათ გრიპის გამო ჩავაგდე 2 გადაცემა და ჭორი გავიგე რომ თურმე მიმიტოვებია აქ ყველაფერი და გავქცეულ ვარ საფრანგეთში საცხოვრებლად. საფრანგეთში რა მინდა და კაცმა არ იცის. კიდე არის ასეთი ჭორი გამიგია ჩემ თავზე რომ ძალიან ხშირად თითქმის ყოველ კვირას თურმე დავფრინდა ერთ ცნობილ პიროვნებასთან ერთად ფრანკფურტში. ასევე გაუგებარია ჩემს რა მინდა ფრანკფურტში. ამ პიროვნების გვარს მე სიამოვნებით დავასახელებდი, მithmetes რომ მე პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვაი თუ ეჭვიანი ცოლი ყავს და შეიძლება ორივე გვითრიოს თმები. ამიტომ არ ვიტყვი, ისა ძალიან ცნობილი პიროვნება პოლიტიკოსია. ჭორი, რომელიც მე ყველაზე მეტად მე სიამოვნა და მინდა რომ ამიხდეს და ამიცხადდეს, არის ის, რომ თურმე ესპანეთში დინა მქონია. სახლი უბრალოდ მე თანახმებას ვაიახებინაზე ესპანეთშიც, მაგრამ თურმე სახლი მაქვს დიდი უზარმაზარი აუზით და ეხლა მინდა ძალიან მოეხوار ესეთი გამოთქვა შეძახილმა ხე გაახმო და ძალიან მინდა იმდენი იძახონ მე ესპანეთში სახლი მაქვს რომ მართლა ოდესმე მქონდეს ესპანეთში სახლი. მე შევიცვალე პროფესია და გავხდი ვიდეო რეჟისორი, ანუ ვაკეთებ ვიდეო კლიპებს. მე და ქეთათოს ფირმა, რომელიც აწარმოებს ქართულ ვიდეო კლიპებს. ჭორი არის აუცილებელი იმისათვის, რომ შენ იგრძნო, რომ შენ არსებობ. ერთ-ერთი ფაქტორი, როგორც საჭმელი. საზოგადოებას ჭირდება ხო საჭმელი, ჭირდება გართულება პური და ჭირდება საუბარი რაღაცებზე. ადამიანი ხო უნდა ილაპარაკოს საღამოს რაღაცაზე. და შენ თუ აძლევ იმის სტიმულს, რომ იმ საღამოს შენზე ილაპარაკოს, ესე იგი შენ ცოცხალი ხარ. რამდენჯერ გამეთხოვეს უკვე არ ვიცი. კიდევ რამოდენიმეჯერ გარდავიცვალე. კიდე თითქოს შეყარებულისთვის თავი მოვიკალი და რამოდენიმე ვარიანტი იყო ესეთი. კიდე იყო ესეთი ჭორი, რომ თითქოს მანქანა მოვიპარე და მე ამ მანქანით გადავიღე კლიპი. ანუ ალბათ ყველა მიწის ეს კლიპი სადახარ, სადაც მე ჯიპს მართავ. გავრცელებული ჭორია, რომ მე მილიარდებზე გავთხოვდი. მაჩუკა მანქანა ძალიან შეშენებებული და კარგი სახლი და ცხოვრობ ბედნიერად და უდარდებით. ლამპის შუქზე, სანთლის შუქზე და კოცონზე აბა რა უნდა აკეთოს ადამიანებმა და ჭორი უფრო ისეთი სადავე მიშვებულია, ფანტაზიები დიდია და თუ კი ის ჭორიკანები, რომლებსაც ჩვენთვის კეთილი სურვილები აქვს, ასეთ დიდ და სანატრელ ჭორებს გაავრცელებენ, ესე იგი ჩემს მიმართ ცუდი განწყობილება ნამდვილად არ აქვს. ეს არის ჩემს მიმართ უფრო კარგი სურვილები, ალბათ ვიდრე ცუდი სურვილები. ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში თქვენ უყურებდით იმ 4 კუთხედ საგანს, რომელიც საუკეთესო წყაროა არც ისე მართალი ამბების, ანუ მოგონილი ამბების, ანუ ჭორების გასაგებად. აბა